გამარჯობა მეგობრებო, იმედი მაქვს თავს ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობთ. ჩემი დილა კი როგორც ყოველთვის დაიწყო ხილით. ყველანაირი ხილი მიყვარს გარდა ორის. ეს არის მსხალი და ვაშლი. და ისევ ამანათები ამჯერად ტალბაოდან. ეს არის წინდები ცნობილი მხატვრების პრინტით. რა თქმა უნდა, თეთრეული ალბათ შეამჩნევდით ჩემი და თეთრეულის ურთიერთობას. ალბათ კვირაში სამჯერ ვცვლი, იმდენად მიყვარს ახალი თეთრეული. არ ვიცი, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს თეთრეულის განახლება. ეს კი ჩემი პლანშეტისთვის გამოვწერე. кейსი, პასტა და კლავიატურა. ძალიან საყვარელია. ჩემი საწოლის თავზე უბრალოდ თეთრი კედელია. დიდი ხანია ვფიქრობ, რა დეკორი მოუხდებოდა. ხო და ესენი გამოვწერე. ეს ჰაერის დამატანიანებელია. ძალიან კარგია განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ოთახში კონდიციონერი გვაქვს მუდმივად ჩართული, ჰაერი ძალიან შრება. თან პლუს ამას სურნელოვანი ზეთები მოყვა. სახლში ძალიან სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. პიკნიკების სეზონი გაიხსნა. ეს პლედი გამოვწერე საპიკნიკედ. სხვადასხვა ძალიან კარგი ხარისხი ჩამოვიდა. ეს დღეები ავათვალიერებ ლამაზ სანთლებს და საკმაოდ მაღალი ფასები აქვს. ხო და გადავწყვიტე ჩემით შემექმნა. ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩემი პისოებისთვის სათამაშოები. ეს არის სპეციალური ბალახი, რომელიც ამ სათამაშოში იყრება. გიჟდებიან მის სულზე. ძალიან ხშირად ნერვულობდი ჩემ პისოებზე, რადგან სულ სახლში უწევთ ყოფნა 4 კედელში გამოკეტილებს. სულ ვცდილობდი რაღაცით გამემხიარულებინა რაიმე სათამაშოები მეყიდა სახლში მათთვის რაღაცეები გამეკეთებინა, მაგრამ მაინც როგორც გარეთ გასვლა უყვართ და აბედნიერებთ, ისე არაფერი არ უხაროდათ. მაგრამ ხო გესმით, გარეთ ძალიან საშიშია მათთვის. ძაღლები, ზოგიერთი ადამიანიც კი. ამიტომ გადავწყვიტე, შემეკრა ასეთი კონსტრუქცია ხელოსნებთან ერთად და მომეწყო მათთვის გარემო, ფანჯრის წინ, სადაც მზის სხივებიც მოხვდებოდათ. სუფთა ჰაერზეც იქნებოდნენ და მეც მშვიდად ვიქნებოდი. და ბოლოს უბრალოდ მადლობა რომ მიყურებ.